მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს გახლავთ ლილიკო ნემსაძის ერთ-ერთი ინგლისურენოვანი სიმღერა, რომლის ტექსტის ავტორი გია ჯოხაძე გახლავთ. ამ სიმღერას ელენე კონკურსის მესამე დღეს შეასრულებს, ეგიდით სპეციალურად ფესტივალისთვის დაწერილი სიმღერა. ცხადია, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ გავსაუბრებოდით ამ მთელი აურზაურის მთავარ შემოქმედს ალექსანდრ რევზინს, რომელიც ამბობს, რომ მან ძალიან ნიჭიერი ადამიანებისგან უნდა შექმნას ვარსკვლავები და ამ ყველაფრის რეზულტატი 2 კვირის შემდეგ უკვე ეთერში იქნება. ცხადია, ჩვენ მას დაუსვით შეკითხვა, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ჟღერს საქართველოში და უამბეთ იმ უარყოფითი ფონის შესახებ, რომელიც სამწუხაროდ შეიქმნა ელენეს წინა საკონკურსო ჟიურის წინა საკონკურსო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როდესაც მან სწორედ იმედის ტალღის ერთ-ერთ მონაწილეზე ელენე გოგოლაშვილზე შეარჩერა არჩევანი და მოდით ახლა მოვისმინოთ, რა გითხრა ალექსანდრ რევზინმა ელენე გოგოლაშვილთან დაკავშირებით. მისი შთაბეჭდილებები. У вас замечательная конкурсантка, талантливая девочка. Я не знаю, о ком вы говорите, потому что из Грузии было несколько исполнителей. Там был один мальчик, который нам очень понравился, мы его пригласили еще раз послушать его. Послушали, и с каждой следующей песни он нас все больше и больше разочаровывал. Но он талантливый тоже очень молодой человек. Мы всегда ждем, мы всегда рады будем участников с Грузии. მაყურებელს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი მინდა გავაცნო. ელენე ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ჟურნალში და რაც თავარია დღეს სპეციალურად მასთან შესახვედრად რიგიდან ჩამოვიდა ჟურნალას შარშანდელი მონაწილე სოფო ხალვაში. მან ცხადია გაუზიარა თავისი გამოცდილება ელენეს. აქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც ნებისმიერმა ნიჭიერმა მომღერალმა უნდა იცოდეს. სხვანაირად ძალიან რთულია ასეთ ფესტივალზე წარმატების მიღწევა. ელენე მასთან ერთად შეასრულა სწორედ სიმღერა ლილიკო ნემსაძის სიმღერა, რომელიც კონკურსის მესამე დღეს უნდა შეასრულოს მაყურებლის წინაშე. მას მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო რამდენიმე რჩევა მისცა, ალბათ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება ნახოს ეს მცირე შემოქმედებითი დუეტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის მანძილზე გაგრძელდა, მაგრამ სანახავათაზე მოსასმენადაც მე ვფიქრობ ძალიან შთამბეჭდავია. It's a secret when we met. Please remember, don't forget. Turning days into the stars. When blue skies are enough, so the sun will come. Live or die, but forever fall in love, fall in love. ლევანდელ ახალ ტალღაზე ცხადია მაყურებლის წინაშე სოფო ხალვაშიც წარსდგება, ოღონდ უკვე არა როგორც მონაწილე, არა კონკურსანტი, არამედ როგორც ფესტივალის ერთ-ერთი გმირი. მაყურებელს ალბათ ახსოვს შარშანდელი ჟურნალის მეორე ადგილის მფლობელი ჯანი ფიორელიно იტალიიდან, სწორედ მასთან ერთად შეასრულებს სოფო ხალვაში დუეტს, ყველასთვის ცნობილ და ძალიან საყვარელ სიმღერას ამაპოლა. დღეს სწორედ ამ სიმღერის რეპეტიცია შედგა და მოდით მოვუსმინოთ, რა ვფიქრობ ზოგადად შარშანდელი მესამე ადგილის მფლობელი სოფო ხალვაში ელენეზე და ზოგადად ახალ ტალღა 2007-ზე. ძალიან მიხარია, რომ წელს ელენე წარადგენს საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გამოვა და ასახელებს საქართველოს და საქართველოს ნამდვილად იამაყებს ელენეს. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ელენეს შესახებ და მე მგონი მოვიდა დრო, რომ აქედან ჟურნალიდან თავად ელენე უთხრას ქართულ მაყურებელს თავისი ემოციების შესახებ. მე ვიცი, რომ ძალიან ნერვიულობდი და შენთან ერთად ნერვიულობდა იმედის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც შენ გახლავს. მოდი მოგვიყევი პირველი ემოციების შესახებ. მართლა ძალიან საპასუხისმგებლო იყო დღეს რევზინის წინაშე სიმღერა. კი, გეთანხმები. პირველ რიგში მინდა მივესალმოთ ჩემს ქვეყანას, საღამომშვიდობისა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ანუ პირველ რეპეტიციას, ცოტა ნერვიულობდი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მე მგონი, მაგრამ მე მგონი ნორმალურად გავართვი თავი დავალებებს. მიუხედავად იმისა, რომ მესამე დღის სიმღერის ფონოგრამა დღეს მომაწოდეს დილით. ნუ რაღაც მე მგონი ჩავსვი, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ დრო მაქვს იმისთვის, რომ ვიმეცადინო და კარგად მოვამზადო ეს სიმღერა.
დღეიდან იწყება კონკურსანტებისთვის ძალიან დაძაბული რეჟიმი უმრავლო მიზეზის გამო, რომ ჩვენი ჩართვის შემდეგ თუნდაც საათობრივად აქვს ელენეს გაწერილი ღამის 2 საათამდე სად როგორ და რა დროს უნდა მივიდეს, იქნება უამრავი ჩაწერა, რეპეტიცია, ამავდროულად იქნება კაბების შერჩევა, მოზომება და ეს არის ძალიან რთული პროცესი, რასაც ძალიან ესეთი ძლიერი ფიზიკური მომზადებაც უნდა, ხო? რა იქნება ჩვენ ჩართვის შემდეგ მოდი მოვუყევო. რეპეტიცია ისევ პირველი დღის სიმღერების. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, კი მართალია, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო. ანუ წუწუნი არ შეიძლება. ხათშორის ელენე უმზადებს სიურპრიზს ქართულ და არა მხოლოდ ქართულ მაყურებელს. კონკურსის მეორე დღეს შესრულებული იქნება ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი, ცნობილი სიმღერა, მსოფლიოში ცნობილი სიმღერა სულიკო, ოღონდ ეს გახლავთ ფესტივალის ორგკომიტეტის მიერ დამუშავებული ფონოგრამით. და ქართველი მაყურებელი ფესტივალის მეორე დღეს საკმაოდ სახეცვლილი ვარიანტით ნახავს სულიკოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის არის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი დარბაზი ტაშით აყვება ელენეს. კი. და მე ბედნიერი ვარ, რომ სულიკო შემიძლია ვიმღერო ჩემი ქვეყნისთვის. როცა სხვათა შორის მიმდინარეობდა რეპეტიცია და სულიკოს მღეროდა ელენე რეპეტიციის დროს, მთელი დარბაზი მონაწილეები ორგკომიტეტის შემოქმედებითი ჯგუფი მას ტაშით და დიდი ოვაციებით ყვებოდა. მოდით დავტოვოთ სიურპრიზად ელენეს ვთხოვოთ, რომ დაიანა როსის სიმღერის თუნდაც პატარა მონაკვეთი შეგვისრულოს. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დაიანა როსის ერთ-ერთმა სიმღერამ ძალიან დიდი წარმატება მოუტანა სოფიკოსა, მე მგონი ეს იყოს საწინდარი იმისი, რომ ელენეც ასეთი დიდი წარმატებით დაბრუნდეს სამშობლოში. არ ნერვიულობ. რა თქმა უნდა ნერვიულობ. And baby, every time you touch me, I become a hero. I'll make you safe no matter where you are, and bring you everything you ask for. Nothing is about me. I'm shining like a candle in the dark when you tell me that you love me. მე იმედი მაქვს, რომ ამ სიტყვებს ელენეს ძალიან მალე იტყვის მთელი საქართველო და ისიც ერთგვარ